Biz dövlət dilini öyrənirik. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მე და ქალბატონი ლეილა. Əziz tamaşaçılar, mən və Rusudan xanım sizləri salamlayırıq. ვაგრძელებთ თქვენთვის ქართული ენის გაკვეთილებს. Sizlər üçün gürcü dili dərsini davam edirik. დღეს უნდა განვიხილოთ ზმნური ფორმები. Bugün feilin formalarını açıqlayacağıq. განვიხილოთ ახლა ზმნის 4 ფორმა და ვთარგმნოთ კიდევაც. Gəlin indi isə birlikdə feilin 4 formasını açıqlayaq və tərcümə edək. რეალური ფაქტის გამომხატველი. Real faktı açıqlayan, სასურველი და სავარაუდო მოქმედების გამომხატველი. İstək və arzu bildirən, მესამე ფორმა აუცილებლად შესასრულებელი ან შეუსრულებელი მოქმედება. mütləq olunan və olunmayan hərəkət. მეოთხე მოქმედების შედეგის გამომხატველი, ანუ შედეგობითი. Hərəkətin nəticəsini bildirən, yəni nəticə hərəkət. რეალური ფაქტის გამომხატველი. შენი წიგნი მოვიტანე. Sənin kitabını gətirdim. მე და ლეილა ბაზარში წავედით. Mən və Leyla bazara getdik. ნიკომ პური მოიტანა. Niko çörəyi gətirdi. სასურველი და სავარაუდო მოქმედების გამომხატველი. მინდა გავაკეთო. İstəyirəm edəm, უნდა გავაკეთო. mütləq edəm, რომ გავაკეთო. gərək edəm. სასურველია რომ გაკეთდეს. Yaxşı olardı ki ediləydi, კარგი იქნება რომ გავაკეთო. yaxşı olardı ki edəydim, გავაკეთებდე. edəydim, სახლს ავაშენებდი. kaş ki ev tikəydim, ნეტავ სახლს ავაშენებდე. nə olardı ki evi tikəydim, იქნებ გავაკეთო. bəlkə edəm, წერილს რომ დაწერდეს. kaş ki məktub yazaydı. მესამე ფორმა აუცილებლად შესასრულებელი და შეუსრულებელი მოქმედება. უნდა გავაკეთო. Gərək edəm, არ გააკეთო. etmə, ნუ აკეთებ. etmə, ნუ გააკეთებ. etmə, აუცილებლად დაწერე. mütləq yaz. მეოთხე ფორმა მოქმედების შედეგის გამომხატველი, შედეგობითი. არ გამიკეთებია. Etməmişəm, გამიკეთებია. etmişəm, ყრია. tökülübdür, გდია. atılıbdır, დაწერილა. yazılıbdır, გათეთრებულა. ağardılıbdır. ახლა ამ ფორმების გამოყენებით განვიხილოთ წინადადებები. ელმირა ახლა გაკვეთილს სწავლობს. ახლანდელი. Elmira indi dərsini oxuyur. İndiki zaman. გუშინ მთელი დღე ლექს სწავლობდა. Dünən bütün günü dərsi oxuyurdu. ეს არის წარსული უსრული. Keçmiş zamanı tam olmamış. ამ ლექს ანა ხვალ ისწავლის. მომავალი. Ana sabah bu şeiri əzbərləyəcək. ანამ ეს ლექსი გუშინ ვერ ისწავლა. წარსული სრული. Ana dünən bu şeiri öyrənə bilmədi. Keçmiş zaman bütöv. ანას ეს ლექსი გუშინ არ უსწავლია. წარსული შედეგობითი. Ana dünən bu şeiri öyrənməyibmiş. Keçmiş zaman nəticə bildirən. უნახავი მოქმედება სხვისგან გაგონილი ინფორმაცია ან მოქმედების შედეგის მიხედვით გაკეთებული დასკვნა. თურმეს ცოდნია. Görünməyən hərəkət başqası tərəfindən eşidilən və görünən hərəkətin nəticəsidir. Sən demə bilirmiş. წარსულ შედეგობითს ორი ფუნქცია აქვს. Keçmişin nəticəsinin 2 funksiyası var. უარყოფითი კონსტრუქცია არ უთქვამს. Əks konstruksiyası deməyib, უნახავი მოქმედება თურმე გითქვამს, თურმე უთქვამს. görünməyən hərəkət sən demə demisən, sən demə deyibdir. ქონია, Var imiş, მისულა, gedibmiş, არ მქონია, yox imiş, არ მისულა, getməyibmiş, ცოდნია, bilirmiş, მიუტანია, gətiribmiş, გაუგრძელებია, davam edibmiş, გაუგია. başa düşübmüş. ახლა წინადადებებში. მე არ ვიცოდი თურმე ხვალ გამოცდა მქონია. Mən bilmirdim, sən demə sabah imtahanım var imiş. თურმე ნინო საზღვარგარეთ წასულა. Sən demə Nino xaricə gedibmiş. მაღაზიაში ახალი ხორცი მოუტანიათ და მეზობლებს უყიდიათ. Sən demə mağazinə yeni ət gətirilibmiş və qonşular alıbmış. შენ ვინ გითხრა? Sənə kim dedi?
თურალმა. თურალ. ლამანს ჯერ კიდევ არ აურჩევია სად გააგრძელებს სწავლას. Sen demə Ləman hələ seçə bilməyib ki, təhsilini harada davam edəcəkmiş. მე არავინ არასოდეს არ დამხმარებია გაკვეთილების მომზადებაში. Dərslərimi oxumaqda mənə heç kim kömək etməyibmiş. თურაჯს კარგი სპეციალობა აურჩევია უნივერსიტეტში. Sen demə Tural universitetdə yaxşı ixtisas seçibmiş. დედაჩემს არ ცოდნია რომ სკოლაში არ ვიყავი. Sen demə anam bilmirmiş ki, mən məktəbdə deyildim. მე მეგონა რომ შენზე ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ ბევრი რამ არ მცოდნია. Mən elə bilirdim ki, səni haqqda çox şey bilirəm, amma sən demə heç nə bilmirəmmiş. შენი მისამართი არ ცოდნია ნიკოს და წერილი ვერ გამოგიგზავნა. Niko sənin ünvanını bilmirmiş, ona görə də sənə məktub yazmırmış. ფერიდეს გაუგია რომ თურალი ახლა თურქეთშია. Pəridə indi bildi ki, sən demə Tural Türkiyədədir. ლამანი მაღაზიაში ყოფილა და ძალიან კარგი ტანსაცმელი აურჩევია. Sən demə Ləman mağazindəymiş və çox gözəl paltar seçibmiş. ნანას სწავლა ინგლისში გაუგრძელებია. Sən demə Nana təhsilini ingilisdə davam etdiribmiş. ელმირას ფარვიზი გაუცნია ზღვაზე. Sən demə Elmira Pərvizi dənizdə tanıyıbmış. ეს წიგნი ჩემ დას ქონია. Sən demə bu kitab mənim bacımda var imiş. ჩემს მეგობარს ნათესავები ბოლნიში ყოლია. Sən demə mənim dostumun qohumları Bolnisdə var imiş. დედაჩემი გუშინ სკოლაში მისულა. Sən demə anam dünən məktəbə gedibmiş. მე ეს ლექსიკონი არ მქონია. Sən demə məndə bu leksikon yox imiş. თურანია 5 საათზე ცეკვაზე არ მისულა. Turanə saat 5-də sən demə rəqsə getməyibmiş. შორს მეგონა და თურმე უკვე მივსულვართ. Uzaq bilirdim, sən demə artıq yaxınlaşmışıq. ეს წიგნი სახლში მქონია და მე არ ვიცოდი. Sən demə bu kitab evdə var imiş, ancaq mən bilmirdim. დედამ მითხრა რომ ჩვენ თურმე ნათესავები ყოლია ბაქოში. შეიძლება შენც იცნობ. Anam dedi ki, sən demə bizim Bakıda qohumlarımız var imiş, bəlkə sən də tanıyırsan. ახლა წავეკითხოთ დიალოგი, თარგმნოთ და გადავიყვანოთ მეორე და მესამე პირში. Gəlin indi isə birlikdə dialoqu oxuyaq və burada verilən məzmunu birinci və ikinci şəxslərdə işlədək. როგორ ახარ? Necəsən? ისე რა. Elə belə. რა იყო? Nə olub? დღეს არაფერი გამიკეთებია. Bugün heç nə etməmişəm. არც სახლი დამილაგებია. Nə evi yığmamışam. არც საჭველი Nə მომიმზადებია. yemək hazırlamamışam. არც სარეცხი დამირეცხავს. Nə də paltarı yumamışam. არა უშავს, ხომ კარგად ხარ? Heç nə olmaz, yaxşısan ki. ისე რა. ხასიათი არა ვარ. Elə belə, nə isə xasiyyətdə deyiləm. ცუდია. ნიკოსთან დარეკე? Pisdir. Nikoya zəng etmişsən? არა, არ დამირეკავს. Xeyr, zəng etməmişəm. მეორე პირში. İkinci şəxsdə. შენ დღეს არაფერი გაგიკეთებია. Sən bugün heç nə etməmişsən. არც სახლი დაგილაგებია. Nə evi yığmamışsan? არც საჭმელი მოგიმზადებია. Nə yemək hazırlamamışsan? არც სარეცხი დაგირეცხავს. Nə də paltarı yumamışsan. მესამე პირში. Üçüncü şəxsdə. დღეს არაფერი გაუკეთებია მას. O bugün heç nə etməyib. თურმე დაღლილი ყოფილა. Sən demə yorğun imiş. არც სახლი დაულაგებია. Nə evi yığmayıbmış. არც საჭმელი მოუმზადებია. Nə yemək hazırlamayıbmış. არც სარეცხი დაურეცხავს. Nə də paltarı yumayıbmış. წავიკითხოთ დიალოგი და ვთარგმნოთ. İndi isə dialoqu oxuyaq və tərcümə edək. ჯეიხუნ, შენ როგორ ახარ? Ceyhun, sən necəsən? არა ვარ კარგად, თვალი მტკივა. Yaxşı deyiləm, gözüm ağrıyır. გუშინ გტკიოდა? Dünən ağrıyırdı. არა, გუშინ არ მტკიოდა. Xeyr, dünən ağrımırdı. ექიმი იყო? Həkim gəlmişdi. არა, არ ყოფილა. Xeyr, gəlməmişdir. აი ეს წამალი ჩაიწვეთე. Bax bu dərmanı damcılad. დიდი მადლობა. Çox sağ ol. ახლა ვაუღლოთ სიტყვა მტკივა. İndi isə mtkiva sözünü şəxs əvəzliklərində hallandıraq. მე მტკივა ის. თვალი. Mənim gözüm ağrıyır. შენ მტკივა ის. Sənin gözün ağrıyır.
მას ტკივა ის. Onun gözü ağrıyor. ჩვენ გვტკივა ის. Bizim gözümüz ağrıyor. თქვენ გტკივათ ის. Sizin gözünüz ağrıyor. მათ ტკივათ ის. Onların gözleri ağrıyor. წარსული დრო. Geçmiş zamanda მე მტკიოდა თვალი, benim gözüm ağrıyordu. შენ გტკიოდა თვალი, Senin gözün ağrıyordu. მას ტკიოდა თვალი. Onun gözü ağrıyordu. ჩვენ გვტკიოდა თვალი, Bizim gözümüz ağrıyordu. თქვენ გტკიოდათ თვალი, Sizin gözünüz ağrıyordu. მათ ტკიოდათ თვალი. Onların gözleri ağrıyordu. მომავალი. Gelecek zaman მე მეტკინება თვალი, benim gözüm ağrıyacak. შენ გეტკინება თვალი, Onun gözü ağrıyacak. მას ეტკინება თვალი. Onun gözü ağrıyacak. ჩვენ გვეტკინება ის, Bizim gözümüz ağrıyacak. თქვენ გეტკინებათ ის, Sizin gözünüz ağrıyacak. მათ ეტკინებათ ის. Onların gözü ağrıyacak. ძვირფასო მეგობრებო, ეს ფორმები ვთარგმნოთ აზერბაიჯანულად და ვისწავლოთ. Əziz tamaşaçılar, bu formaları Azərbaycan dilində tərcümə edək və öyrənək. ვერავინ ნიშნავს ვერც ერთი ადამიანი. Heç kəs, yəni heç bir şəxs. ვერაფერი, ვერც ერთი რამე. Heç nə, yəni heç bir şey. ვერსად, ვერც ერთ ადგილას. Heç yanda, yəni heç bir yer. ვერასდროს, ვერც ერთ დროს. Heç vaxt, yəni heç bir zaman. დავიმახსოვროთ ფორმები. ვერავინ, ვერავის. ვერაფერი, ვერაფრის. Heç kəs, heç kəsi. Heç nə, heç nəyi. არავინ, არც ერთი ადამიანი. Aravin, heç kəs. არაფერი, არც ერთი რამე. Araperi, heç nə. არსად, არც ერთ ადგილას. Arsat, heç bir yer. არასოდეს, არც ერთ დროს. Arasodes, heç bir zaman. არავინ, არავის, არაფერი, არაფრის. Heç kəs, heç kəsin. Heç nə, heç nəyin. ნურავინ, ნურც ერთი ადამიანი. Nuravin, heç bir kəs. ნურაფერი, ნურც ერთი რამე. Nuraperi, heç bir nə. ნურსად, ნურც ერთ ადგილას. Nursad, heç bir yerdə. ნურასოდეს, ნურც ერთ დროს. Nurasodes, heç bir zaman. დავიმახსოვროთ ფორმები. ნურავინ, ნურავის. ნურაფერი, ნურაფრის. Heç bir kəs, heç bir kəsi. Heç nə, heç nəyi. ახლა ეს ფორმები წინადადებებში განვიხილოთ. İndi isə bu formaları cümlələrdə açıqlayaq. გუშინ არავინ არ ყოფილა გაკვეთილზე. Dünən dərsdə heç kəs yox imiş. ვერავინ ვნახე. Heç kəsi görmədim. ამ ამბავს არავის არ ვეტყვი. Bu xəbəri heç kəsə deməyəcəm. ხვალ სკოლაში არ ვიქნები და ვერავის ვერ ვნახავ. Sabah məktəbdə olmayacam və heç kəsi görməyəcəm. გთხოვ ამ ამბავს ნურავის ნუ ეტყვი. Xahiş edirəm bu xəbəri heç kəsə demə. არაფერი არ ვიცი. Heç nə bilmirəm. ვერაფერი ვერ გავიგე. Heç nə başa düşə bilmədim. ცუდი ადამიანის ნურაფერი ნუ გინდა. Pis adamın heç nəyi lazım deyil. დედას არაფერს არ ვეტყვი. Anama heç nə deməyəcəm. მე შენ ვერაფერს გეტყვი ახალს. Mən sənə təzə heç nə deyə bilmərəm. ძალიან გთხოვ ნურაფერს ნუ იტყვი. Xahiş edirəm heç nə demə. გუშინ არსად არ ვყოფილვარ. Dünən heç yanda deyil idim. ვერსად ვერ წავედი. Heç yana gedə bilmədim. ხვალ ნურსად ნუ წახვალ მე მოვალ და სახლში იყავი. Sabah heç yana getmə, mən gələcəm və evdə ol. არასოდეს არ თქვა ტყუილი. Heç vaxt yalan danışmam. მე ტყუილს ვერასოდეს ვერ ვიტყვი. Mən heç zaman yalan danışa bilmirəm. ამით დღევანდელ გაკვეთილს ვასრულებთ მომავალ შეხვედრამდე. Bununla da bugünkü dərsimiz sona yetdi. Xudahafiz, gələn görüşədək.